ფორმის მანიის კლასის ერის ინდივიდს არ ჭირდება ფიქრი მაერთიანებელ პრინციპს. ის ფორმის მანიის ერი, ეს საზოგადოება მოდის სიმთელიდან, სიმთელის განცდიდან ამოდის, სიმთელის ცნობიერებიდან. და უბრალოდ ამ თელში უნდა იპოვოს თავისი ადგილი. ხოლო ცხრომის მანიის ერს ჭირდება მაერთიანებელი ისა, ესე იგი რის საფუძველზე, იმიტომ რა გასაცვლელი, ესე იგი ის რითაც ჭირდება მე სხვა ადამიანს, ეს არის ღირებული ცხრომის მანიის კულტურაში. ესე იგი აქ საბაზრო ურთიერთობები საფუძველში დებს. აქ რეგლამენტირებული ფორმის მანიის კულტურაში ურთიერთობა რეგლამენტირებულია. რაც, ესე იგი, რაც საჭირო, რაც გევალება, მხოლოდ ის შეიძლება. ხოლო ცხრომის მანიის ერში არა, აქ არის საძიებელი. ამიტომ არის თვითონ კანონების სისტემა, სამართალ სისტემა. დინამიკა, ხო, არის სამართალ სისტემა, აქ არის კანონების დასტა, რეგლამენტების დასტა, რა შეიძლება და როგორ შეიძლება. რაც შეიძლება, ყველაფერი დეტალიზებულია, როგორ შეიძლება და პროცესი განვითარების არის ამ დეტალიზაციის პროცესი. უფრო და უფრო წვრილი ასპექტების დადგენა და წინასწარ დევს ეს, რა შეიძლება რა არა. ცხრომის მანიის კულტურაში რა შეიძლება და რა ამას ადგენს ურთიერთობა ინდივიდების, რითაც თუ ინდივიდს აგდებენ სოციუმიდან რაღაცა ურთიერთობა, მაშინ ასეთი რამე ასაკრძალია. და აგრ არის, ესე იგი, ეს მოდის მთელიდან, ეს მიდის თელისკენ. ესე იგი, უფრო და უფრო ინტენსიური ჩართვა ამ გაცვლის ურთიერთობებში, გაცვლით ურთიერთობებში. ეს არის განვითარების ვექტორი აქ. ცხრომის მანიის კულტურაში. დინამიური პროცესია, საჭიროა ეს დავტოვდეს, რომ გამოყოფილი სიმთელის მდგომარეობაში. რაც რელიგიური კონცეფციით ნირვანა. აი ასეთ კულტურას მიზანი მომავალ, ესე იგი, ორიენტირი მომავალშია. ხოლო ფორმის მანიის კულტურას ორიენტირია წარსულში. იქიდან მომდინარეობს. ამიტომ ქცევა რეგულირდება მიზეზობრივი რეგულაცია, ასე ვთქვა, მიზეზობრივი მოტივაცია ფორმის მანიას. ცხრომის მანიას ახასიათებს მიზნობრივი მოტივაცია. ანუ გაიგებთ, რომ ადამიანს მიზანი უნდა ჰქონდეს რაღაცა, ეს ნიშნავს, რომ ხელში გაჩეჩებენ ამერიკული ცხოვრების წესს. მიზნობრივი მოტივაცია. აი, მთელი შეცდომა იმაშია, რომ ეს რაკი, ეს განხობა რაკი დომინირებდა შენთან ასე ვიტყოდი. ამიტომ ეს განვითარებად მიიჩნიეს. ხო, ესე იგი, ჯერ არც არის გაცნობიერებული ეს სხვაობა თუ არსებობს. იქ დესპოტია, უარყოფითი ისა და რა იყო იმ დესპოტიის საფუძველი, რატო ითმენდა ის ზოგიერთი კულტურა ამ დესპოტია, ზოგიერთი ვერ ითმენდა დასაწყისში. და სულაც არ იყო, მაგალითად სპარსები ძველ ელინებზე ნაკლებად განვითარებული არ ყოფილა. ეს ალექსანდრეს ლაშქრობებმა აჩვენა, გაუგნებელი დარჩა. ისეთი მიღწევები ჰქონდა საზოგადოებას, რომ ბერძნებს ჯერ კულტურის ცენტრი გეთება და სინა ამაში საქმე ეს განვითარების, მაგრამ დღეს ესე იგი ეს ყოველთვის იყო პარადიგმების ომი. ეს ომი და ამას ღრმა საფუძველი აქვს, ეს არ არის როგორც აი სუბიექტურ პლანში ცდილობენ ამის გადაწყვეტას და გადატანას, თითქოს აი სუბიექტური არჩევანის საკითხია ეს. სინამდვილეში აქ საქმე სხვანაირად ეს სისტემის ქცევის შეცდომული ქცევით არ განსაზღვრული, რაც ცივილიზაციის ფაზების სვლა დავარქვით ჩვენ და ეს მექანიზმი. და გავაგრძელოთ კიდევ რა შეიძლება, მე კიდევ შემოვიტანო სხვა პარამეტრებსაც, ახლა სხვა ორზე გადავიდოთ. მეორე დიამეტრალური წყვილისა ძლევის მანია და მართვის მანია. ძლევის მანიის შემთხვევაში, რადგან ეს თვითონ თანდახოს ეს დასახელებები შედარებითი დახასიათებისთვის ძალიან მოხერხებული აღმოჩნდა, იმიტომ შემორჩა ამ ტერმინების სისტემას. აი ძლევა რა არის? ძლევა ძალისხმევა არის, ხო? ძლევის პირობა. ძლევის პირობა არის ძალისხმევა და ძალა რაშია, ესე იგი ინტენსივობითი მახასიათებელია, ძალას აქვს სიდიდე. მიმართულება, კიდევ რაშია, მიმართულებაც აქვს ძალას და წარმოიდგინე მიმართულება თუ ძლევა მიზანი, ძალისხმევის ინტენსივობის განსდაჭერდება, ამისთვის ესე იგი უნდა იყოს თანამიმართულობა უზრუნველყოფილი.
ყოველი ელემენტი ძალისა უნდა იყოს ერთნაირად მიმართული. ერთ ობიექტზე მიმართული. წინააღმდეგ შემთხვევაში ერთმანეთს ჩააყრება. აი ეს იგივობის მომენტი. იგივობის მომენტი შემოდის, ეს ასეთი სოციუმი ერთიანდება მსგავსების საფუძველზე. საერთო ორიენტირის საფუძველზე ერთიანდება. ცოლის მანიაში ასე არ არის. როცა გაცვლით ურთიერთობაზე ლაპარაკი, ერთს ერთი რამე აინტერესებს, ერთი ინდივიდი, მეორეს მეორე რამე. ამიტომ საპირისპიროდ ორიენტირებულებიც კი არის, შეიძლება ასე ითქვას. ის რაც მე არ მინდა და მაქვს, სხვა სჭირდება, სხვას რაც აქვს და არ უნდა, ის მე მჭირდება და ჩვენ მზად ვართ დაცვისთვის. ხოლო აი ძველისმანის სოციუმის შემთხვევაში უნდა იყოს მიმართულება ერთნაირი. რუსეთში ხა ყველა მიწის დინამტე. კი, რუსებს აერთიანებს საერთო ორიენტირი, საერთო ამოცანა რუსებს აერთიანებს. ამის საპირისპირო მდგომარეობა მართლმსვანის კულტურაში. აქ საერთო პრობლემა ერთიანობის დამშლელი პირობა. ესე იგი, აქ თუ ორ ადამიანს ერთნაირი პრობლემა მოუჩნდა, ისინი გაიქცევიან ერთმანეთისგან. ესა ჩვენი კულტურა, ქართული კულტურა ეკუთვნის ამ ტიპს. მეორე, ცხადია ხა დახასიათებით აქ კომენტარები მოხერხდა. ამიტომ ფეისბუქში საერთო აზრამდე ვერ მიდიან ვერა. ფეისბუქი ეს რა არის თუ ვერსად ვერ მიდიან ჩვენ საერთო აზრამდე. ესე იგი, როგორ არის აქ? როგორ შეიძლება ქართველების გაერთიანება? აი ქართული პოლიფონია ამის მაგალითი. ესა დიაქრონული გაერთიანება არის პირველი ხმა, უბრალოდ შემხმობარი ხმა, რომელიც წინ იწყებს სიმღერას. და მე რაღაც მოყვება მე რომელიმე მეორე ხმა, რომელიც ის პირველი ხმა თავის დიაპაზონს მონიშნავს, თავის მიმოქცევის ტონალურ დერეფანს, ამას მეორე და ამ ორის მიხედვით მესამე შემოდის და ესე შემოდიან სხვადასხვა დროს. ეს არის იდეალური შესრულება. ახლა სამწუხაროდ, რადგან ეს კომპოზიციის პრინციპი არ არის სწორად იდენტიფიცირებული, შესრულებაში შემოიპარა ევროპული გავლენა. ის ერთხელ შესრულებული ჩანაწერი სიმღერის იქცა ნიმუშად, ფორმის ნიმუშად და ხდება მისი კალკირება. სინამდვილეში ქართული სიმღერა ეს უნდა იყოს სამი ხმის ურთიერთობა. ცოცხალი ურთიერთობა. შეუძლია დააყოვნოს შემოსვლა მეორე, მაშინ მესამეც უნდა გაჩერდეს, ან მესამემ დაასრულოს მეორეს. ჯაზია მოკლედ. ჯაზი ჯაში რა არის? იცი, ჯაში თვლა არის მყარი. რატო? აი ჯაზი არის ხმის მანიის შესაბამისი. ესა ღია საზოგადოება. ორი ეგ არის თვლა, შემოდის ერთი ინსტრუმენტი და ესე იგი შემოაქვს თვლა. ამ თვლა, ამ თემა. რაღაც საერთო თვლა აუცილებელია თვლა. თვლის გარეშე ვერ გაერთიანდება. თვლა შემოდის და ამის გარდა მოტივით მელოდია შემოდის, მაგრამ თავარია თვლა. იმიტომ რომ მე ეს თვლა რო არის, მეორე შეუძლია თავის თვლა თავის დროზე შემოვიდეს და ის აორმაგებს ამ იმას, ან კიდევ უფრო ანაწევრებს. თავარია რომ თვლა მუდმივია და იმპროვიზაციის კონცეფცია აქედან მოდის. რომ ესე იგი რაღაცა არის და იმის ვარიაციებზე ლაპარაკი. ქართულ სიმღერაში არაფერი არ არის. რომ ვარიაციებზე ლაპარაკი. იმპროვიზაცია. ეს იმპროვიზაცია, ეს არის სოციალური პროცესი, ესა ორიგინალური პროცესი. ჯაზი ორიგინალური არა, ჯაზში გადმეორების მომენტი არის. ესე იგი რაღაცა რიტმია და მე რიტმი დაიდო და მე ამ რიტმს მეთამაშებ. მე ტემბრით და თვლით. მაგრამ ის მუდმივია. ბოლომდე თავიდან ბოლომდე გასდევს კომპოზიციას. ქართულ მელოდიაში თვლა არ არის მუდმივი. მაგალითად სვანები რიტმს ცვლიან საერთოდ. ყველა ქართულ სიმღერაში სამწუხაროდ ახლა ჩვენ შესრულება არ სრულდება ისე როგორც რეალურ აი ძველ ჩანაწერებში ეს უფრო კარგად ჩანს. გამოცემებით ჩანს კარგად, რომ ერთ დღეს რომ ეს ცნობილი ქორინძე რომ იწერდნენ იმას ქართულ სიმღერას, მასალა ერთ დღეს ვერ დაასრულეს სიმღერის ჩაწერა. და მეორე დღეს დაუბრუნდნენ იმ სიმღერას და სულ სხვანაირად იმღერა იმან შემსრულებელმა. და ეს მოიცვა გუშინ აქ სხვანაირად იყო. მე რა გუშინ ისე გავაკეთე. გუშინ ისე მომინდა. ო, გურულა ჩემი იმერელი გურულები. შენ ხალხელდება ძამადა. ახლა ესა ქართული სიმღერის ესა ცოცხალი ის იქიქნება. იმის ნიმუში ეხამდე არ ყოფილა. ქართული სიმღერა კარგი მოსასმენი არ უნდა იყოს. რატომ? იმიტომ რომ ეს რომ მიდის მე იმან თუ რა ნოტი აიღო თუ არ ვიცი, მე არ შემიძლია იმას უპასუხო. ხოლო ის არის მე სხვა იმაზე გადადის და მე პასუხობ იმ წინას. ესე იგი ეს დიაქრონულია. და როცა აი ამ დროს უკან გამოწევ იმას, მაშინ არის ეს.
Ανάγκη χρήση μονισόδημη ρεζόνανσης. Შენ გესმის შიგნით გრძნობა ამ რეზონანსებს. და შენ სიამოვნო. ქართული სიმღერა არის შემსრულებლისთვის და არა მაყურებლისთვის. ხო, თვითონ მე ველოდი, რომ ცოტა ტაქტიკ გვიან რომ დამეჭირა ხმასავს გაზაზე. დინამიკა, ეს არის, უნდა დაიჭირო, უნდა შეგვიძლია ინიციატივა წაართვა იმას თუ ესმის და შენ წაიყვანო და ის გამოიყო. ეს იყო შეჯიბრი იყო სიმღერა და ეს დაიკარგა. აი სამწუხაროდ ის ერთი ჩანაწერი აქვს, ერთი შესრულების. და ის გადააქციეს იდეალურ ფორმად. ნიმუშად. როგორც ფორმის ბანიზმის გერმანული მუსიკა. უკეთეს შემთხვევაში ჯაზს უკეთებენ იმ ერთ ნიმუშს იმაშებიან. საერთაშორისო წარმოგიდგენთ, როცა ამაზე ცოდნა არ არის, არა უცოდინარი ადამიანი მაგას ვერ აღიქვამდა კომპოზიციას, იმას ჩათვლიდა რომ ეს შეცდომაა. შეცდომაა და არა ესეთი შეცდომები, ეს არის მოხვევისა და ვერ მიუშწრო კაცმა, ესეც მოდის არა. არა ბოლოს რომ იგებებია უნისოდი რომ ისიც რომ მოძებნიან ერთმანეთს და მე ხელახლა იწყება ყველა. აი ეს წვეტილი ხასიათი საკიდან გამოდიან. მე ეს გადაიტანა სტანდარტებად საერთაშორისო. ეს ამერე ცუდი, ეს არა ქართული, ეს თაზის გავლენა და არ უნდა ვასწავლოთ ას, უნდა ვასწავლოთ როგორც სწორი. აი ახლა არა მარტო ეს აქ ბიტლები მაგალითად ამ მილეთებს იყენებდნენ. ოღონ ეს ეთყობა სადღაც სხვა კულტურებიდან რომ შემოდიოდა, იმის სიმცეს აკეთებდნენ ამერიკულ კულტურაში. ეს კი ეს შესანიშნავია ჯაზი მოირგებს ყველაფერს. ესაა ის თავისებურება. აი ახლა ნახე ერეხელი ვარ და მე ეს სიმღერა გაჯაზებული. და კარგი მოსამოსი ასმენია, მაგრამ მე დავიწყუნა იმის გამო რომ სწორედ გაჯაზებულია ქართული სიმღერა. ეს არ არის ის რაც უნდა. ერთობის პრინციპი მართვის ვარიის შემთხვევაში რა შეიძლება იყოს? მართვის, როცა ყოფიერების აზრი მართვა, აქ გაერთიანება შეუძლებელია მართვას რამეში დაეხმარა. მართვა რას ნიშნავს, რომ როცა თუ გამორიცხულია ძლევის მომენტი, რელაქსაციის მომენტი, ფორმის მომენტი გამორიცხე, დატოვეთ სუფთა მართვა. რა შეიძლება ეს? ეს ნიშნავს, რომ ობიექტი, რომელთანაც საქმე გაქვს, სულად ემორჩილება შენს ნებას. რან შენ გაუნარი და იმორჩი. მაშინ რა თქმა უნდა მე დახმარება. არ მინდა დახმარება. ერთადერთი საშუალებაა რო ასეთ მართვის სუბიექტები გაერთიანდეს, როცა ერთი შემოდის მეორის მოქმედების ფონზე. იმას მთლიანად უთმობს ასპარეზს, პირველს არ ერევა. თელის შინაარსი დაწყვეტილის თავის ინიციატივის გაშლას და ამ ინიციატივის გათვალისწინებით შეცვლილ სიტუაციაში შემოდის მეორე რიგის ინიციატივა. მესამე უკვე ამ ორი სახსებობას ითვალისწინებს ხელუხლებელ წინაპირობა და ისე შემოდის. ეს გაფართოება. აი თუ არ არის ამის შესაძლებლობა, გაერთიანება შეუძლებელია. მაშინ არის ერთი პოზიცია და იმ პოზიციისთვის კონკურენცია და აი ეს არის ქართველების ურთიერთობის ამხსნელი გარემოება. ჩვენ ვილაპარაკებთ სოციალურ სტრუქტურას რას ახეს აძლევს ეს ამის შესახებ. შეჯერობით ახლა ანალოგიები გავაზრდით. ძლევის ვარიის კულტურაში მთავარი კატეგორია იქნება თანასწორობა. იმიტომ რომ იგივეობა არის იდეალი და თანასწორობა არის ის ორიენტირი. რომ ყველა ვიყოთ ერთნაირი, ყველას ერთნაირად მოგვეთხოვებოდეს, ერთნაირი წვლილი შევიტანოთ და ინტენსიურად, ესე იგი რომ მაქსიმალურად კონცენტრირებული და მაქსიმალურად ინტენსიური იქნება საზოგადოების მოქმედების უნარი. ხო, ძალიან მაინტერესებს სწორედ რადგან ჩვენი საკივარი თემაა, სწორედ ეს ძლევის მანიის მომენტი. მე როგორც ხედავ ძლევის მანიის ერი სხვა ერებისთვის გამოსადეგი იმაში იყოს, როდესაც არ არის ომი როცა არაა საჭირო. ამ ძლევის აქტის შესრულება თავისუფლად შეიძლება გამოსადეგი იყოს რესურსების სწორი განაწილებაზე. რადგან ეს სწორი გამგე? ესე იგი, ასეთ შემთხვევაში თუ ომი არ არის, ძლევის მანიის ერი არის აი ფორმის მანიის და ცხობის მანიის კულტურების ტოლკმენტის გამომყვანი. ესე იგი, იმ კომპონენტის გამომყვანია, რომლითაც ეს ორი ერთმანეთისგან არ განირჩევა. ესე იგი, რუსული კულტურა თვითონ რუსებმა რომ თავისით არაფერი შექმნა. შეიქმნა დაილექება ფორმის მანიის და
ცხრომისმანის კულტურების თანხმედრის მოვლენებში. აი სადაც ჩინეთი შეხვდება ამერიკას და დაემთხევა მას. აი ის მოვლენები რუსულ კულტურაში მოიყრის თავს. ხოლო ის რაც ახლა თქვენ ძალიან ეს არის ესე იგი აქ ეკონომიკური მოდელებზეა ლაპარაკი უკვე აი ეს რომ ეს რესურსების კონტროლი ძრევის მანიზერისთვის არის ესე იგი ხელშემწყობი პირობა თვისობრივი ტიპის შენარჩუნებისთვის. თუ ერს აქ რესურსები ამ რესურსები მონაწილეობს სოფლიო ბაზარში და ეს რესურსები ქმნის ამ სახსრებით ქმნის თავის სამხედრო მანქანას, რომლითაც აკონტროლებს ამ რესურსებს ისე. ჩაგედილი შეგვიძლია. აი ეს მაშინ ესები გამოდის რომ არსებობს მიღებაზე ფიქსაციის აქტი. ის ღებულობს გარემოსგან, გარემოს არაფერს არ აძლევს. იყენებს ამას თავისი გაძლიერებისთვის, ისევ ღებულობს, ისევ იყენებს და ასე შემდეგ. ესე იგი მიღებაზე ესა აი კიდევ ერთი მახასიათებს მიღება, როგორც არსებობის პრინციპი. ურთიერთობის პრინციპი. რუსიერების. ამიტომ რუსეთი რომ იქ დარჩა, სადაც დღეს არის, ეს შემთხვევითი არ არის. აი იმ პერიმეტრის უკან, რომელიც რუსეთს უჭირავს, მოთავსებულია სოფლიოს რესურსების უდიდესი ნაწილი. სხვა ადგილის ლოკალიზაციით რუსიერი ვერ შეძლებდა თვისობრივი ტიპის შენარჩუნებას. ახლა პირიქით, თუ ფორმის მანიზერს გააჩნია რესურსები, ეს ხელს უშლის მას ფორმის მანიზერად განვითარებაში. ამის მაგალითია არაბული სამყარო და ირანი. აი, ნავთობის ხომ შეიძლება რომ დავუმატა იმით იყო მოტივირებული, რომ შესაძლებელია ძლევის მანიზერი გამოსადეგი იყოს სხვისთვის ერთ კომპიუტერულ მოდელს მოგიყვან შექმნეს კვადრატი და სამკუთხედი და ამათი მიზანი იყო პირველი თვითგანვითარება და მეორე იყო ხელში ჩაიგდოთ წრე. ეს იყო რესურსი. თავიდან ეს ორივე სისწრაფე იყო ორივესთვის და მე ცოტა ხნის მერე ერთი ფიგურა თავს დაესხა მეორე ფიგურას, რომ მოეპოვებინა ეს რესურსი. რამდენიმე განვითარების საფეხურის მერე და თუ ცოცხალ ორგანიზმს წარმოვიდგენთ, ხო? და ახლა უკვე აღმოჩენილია, რომ სარკისებრი ნეირონები გვაქვს ჩვენ, რაც ხელს გვიწყობს, რომ თანაუგრძნობთ სხვა არსებას. ანუ რასაც ის განიცდის, განიცადოთ ისე როგორც ჩვენ. ეს არის სიკეთეს ასე ვთქვათ ბიოლოგიური დამადასტურებელი. რამ ამ შემთხვევაში, როდესაც ჩემი უნარი არის რესურსის მოპოვება და სწორი განაწილება, თუ ჩემში თანაგრძნობა არ არის სხვა ერებისადმი, მაშინ მხოლოდ ჩემისთვის მოვიპოვებ რესურსს. და თუ არის თანაგრძნობა, ამ შემთხვევაში რუსიერი შეიძლება კარგი იყოს ყველა ერისთვის. იმ შემთხვევაში თუ თანაუგრძნობს სხვა ერებსაც და რესურსების არის საჭირო თანაგრძნობა. ამაში ესა რუსიერი თუ მან განაწილებაზე იფიქრა, აღმოჩნდება რომ ფორმის მანიზერად გადაიქცა. განაწილება მისი საქმე არ არის. პირიქით, ის იმყოფს რესურსების ნაწილს, ისაკუთრებს და არსებობს ამით. სხვებს სჭირდებათ ეს რესურსი და შემოდიან გასვით ურთიერთობაში რაღაცა, რაც მას აკლია სამხედრო ემის შესავსებად. ამას იძენს ამ რესურსებს, ჯარისკაცის საკვები სჭირდება ხომ, ნავთობს ვერ აჭრევ ჯარისკაცს. ის იმ ნავთობს, იმ ხეთქას გადასვლის ჯარისკაცს შეინახავს. ქარხანას ააშენებს, ტექნოლოგია შემოიტანს. თვითონ რით მონაწილეობს სამხედრო ტექნოლოგიებში არის დიდი გარღვევები, მეცნიერული ცოდნა, ტექნოლოგიური ცოდნა შემოდის და ამით შემოაქვს წვლილი. რუსიერის საქმე რა არის, აი ყველაზე აგრესიული ელემენტები. აი ამ ცივილიზაციაში არის ფორმის მანიზერი კლასები. თორე ფორმის მანიის მოუცილებადი მახასიათებელია უცხოს ვერ ატანა. ესე იგი, ყოველგვარი შემორევა განსხვავებული ელემენტისა ითვლება რეგრესიულ მოვლენად. ესა შერხება. ისე რომ პროგრესი არის იდეალი. პროგრესი საერთოდ არ არსებობს ფორმის მანიზერისთვის, არის იდეალური ყოფიერება, რომელშიც ყოფიერება ჩერდება. ყოველ გზელი, როცა საქმე სრულყოფს, ის უმოქმედობაში გადადის. ლაოძის ისინი. იმიტომ რომ უმოქმედობა იდეა. როცა შენ იდეალურად
შენს ადგილს იკავებს სამყაროში. სამოქმედო არაფერია. ფსიქოლოგიაში მოგებადება. სამი გავხსნა. ესა ხო და მე დაველოდოთ და თუ გაგრძელება გვიდა პაუზებით გავაგრძელებთ. ხო, ნუ ახლა შეიძლება რა დაველოდოთ ისა. ესე იგი, რაზე იყო ლაპარაკი? ხო, ფორმის მანიისებს თუ ამას წაართმევთ. თქვენ დამთავრდა ის ფორმის მანიისები აღარ არის, ის ფორმის მანიისებია. იმიტომ რომ როცა განსხვავებული თანაარსებობა დაშვებულია, ესა თავისუფლების კატეგორია შემოდის მან, თვითგამოხატვის თავისუფლება, მეტი არ მარჩა, ეს ფორმის მანიის კულტურა. და ფორმის მანიისებები რადგან ასეთი დამოკიდებულება აქვს ერთმანეთის მიმართ, ესენი არიან მთავარი აგრესიის წყარო. და რუსიერი არის ბუფერის როლის შემსრულებელი, ესე იგი, რუსიერის არსებობა მას ბრძოლა არ მოუხდეს. რომ მას ინფრასტრუქტურა შესაბამის სამხედრო გლობალური განლაგების სამხედრო ინფრასტრუქტურა. ეს არის შემტეველი ფაქტორი, იმათ დაიძულებს სხვა მმართველობით იფიქრონ. და იმ შემთხვევაში თუ აგრესია არ არის, რუსეთს ერთ-ერთი პრიორიტეტი ხო ძლევის როგორც ძლევის მანიისერის არის თანასწორობა. და ამას ვერ აიღებს პრიორიტეტად ვერანაირად თანასწორობა ახლა როცა გაცნობიერდება ის რომ ეს თანასწორობის რეალიზაციის არეა რუსეთის გარეთ არ არის მაშინ მას ასპარეზი არჩევდა ეს თავის შიგნით და უნდა იფიქროს რაზე რა საქმე ექნება რომ ყველა ინდივიდისთვის ხელმისაწვდომი იყოს ის რაც ერთს გააჩნია ეს არის ეგ კეთილი არის ამის რეგრესული რეალიზაციაც რომ შეკვეცო რაც ერთს არ აქვს ის სხვასაც წაართვა როგორც ბოლშევიკებმა გააკეთეს, ეს იყო დეფიციტის პირობებში. მაგრამ რეზონანსი შეიძლება ამიდეა მაინც რატო? იმიტომ რომ მაინც თანასწორობის რეალიზაცია იყო. განკულაგება. ხო, განკულაგება შესანიშნავი ის მიიღო რუსულმა გარემომეს ამის გამო. სხვა კულტურა არის რეგრესული არის და ამ მხრივ მსოფლიოსთვის გამოსადეგად პროგრესულად ძლევის მანიის თუნდაც არაერი არ არის ძლევის მანიის ფორმულა არ შეიძლება რა იყოს არა იმიტომ რომ ჩვენ ხო იმას იმაზე ვართ რომ 4-ვე ტიპის სერი აუცილებელია და განსხვავებები უნდა გახმარდეს მათ შორის რომ სისტემური არა ცალკე რომელიც გაიზარდოს რაღაცა ეს სწორად ვერ აკალიბებს იმას მე ვხვდები განწყობას რა ესე თქმა უნდა მაგრამ რომელი ჯობია სად წავიდე ჯახში ეგ არის საუბარი და ესა როგორ გამოიყენოს თერმა ცივილიზაციამ რუსი პოზიტიურად ხო იმით რომ ომი არ იქნება ფორმის მანიის ზერები იქნებიან აი შემკავებელი ფაქტორი არის რუსიელი ну ასე თუ ისე არის კიდეც ესე მაინც ამ როში თამაშობს პროგრესული რუსეთმა ყველა დიდი აი ევროპელი დამპყრობელი რუსეთმა შეაჩერა მონღოლების რუსეთმა შეაჩერეს ბოლოს და ბოლოს ევროპა გადარჩა რატო რომ რუსეთის გადათელების შემდეგ მონღოლებს არ შეერჩათ იმპულსი წინსვლის ეს სწორია ობიექტურად არის მაგრამ პრობლემა რაშია ლეგიტიმაცია არ აქვს კი არის მაგრამ ეს მიაჩნიათ როგორც დანაშაული და ცუდი გამოვლენა. დიახ, ეს სწორია. ამ დროს თავის ფუნქცია და როლი აქვს. და სინამდვილეში ახლა სამაგიერო და ესე რუსეთის გამორიცხავს როგორ ფიქრობენ, რომ მოგზადი? მოგზადებით. დიახ, თავზე? არა, ესე იგი რუსიელი მაინც თამაშობს პოზიტიურ აი როგორც იქნება რომ შემტევებელი ფაქტორი და აი ეს იყო როგორ წარმოუდგენიათ რომ რუსეთის გარეშე მოხერხდება ის რომ ფორმის მანიის ერებს თხოვენ რომ ერთმანეთი მოითმინო ესაც ფორმის მანიის ერის გლობალიზაცია რაც შეუძლებელია ესა გამარტივება ერთ ელემენტზე დაყვანა 4 ელემენტიანი სისტემის თვითონ ფორმის მანიას გონია რაკი თვითონ გამოდის მოლაპარაკება თვითონ იმასაც უნდა გამოვიდეს თვითონ რაკი ითმევს განსხვავებულებს ის თავის პოზიციიდან სწორია მას გამოსდის სხვა რატომ არ უნდა გააკეთოს მაგრამ ანუ ადამიანის განვითარების ნებისმიერ საფეხურზე ესე იგი მილიტარიზაცია საჭირო იქნება მილიტარიზაცია საჭირო იქნება იმისთვის რომ ფორმის მანიის ერმა თავისთავად არ შეზღუდოს აი უცხოს ვერ ატანა მას არ მოვთხოვოთ გამოიმუშაოს უცხოს ისე უცხოს მიმართ ტოლერანტული გახდეს და როცა მას ეს ბუნებაში არ აქვს ესე იგი ყოველთვის არის აგრესიის შესაძლებლობა ფორმის მანიის ერების მხრიდან ეს რუსია აი ახლა უცხო ახალი სივრცის აფისება როგორ შემაკავებენ ახალი სივრცეს ჯერ აიღებს გარეგანი კონტაქტის ორგანო
ცხრობის მანიზერი, რომელიც ეს კოლექტიური მასში ეს პროგრამებში ეკუშებენ, დაიელეს ფარაზე მიწა. იქ ჯერ იქნება ცხრობის მანიზარი სუფთა, მერე იქ მოხდება ფორმის მანიზერების მიერ სივრცის დანაწილება და მათ შორის გაჩნდება ფუნქცია რუსიერის. გადავა რუსიერი. იმ პლანეტის რესურსების ნაწილი გადავა რუსის განკარგულებაში, რომ მან იარსებოს, რომ მას წარმოება არ დაჭირდეს არსებობისთვის. თუ არ გადავა წარქმევს და მაინც დაიგო. თუ არ გადავა ხო, მაგრამ როცა გაცნობიერებული იქნება, რუსად უნდა შეუშალო ხოლმე თავის იმაში. ესე იგი, რესურსების რაღაცა წილი ავტომატურად გადადის ამერების ხელში. რასაც მოახერხებს ამერა, ესე იგი, თუ ვერ წავდა, მაშინ ვინც გაიმარჯვებს, ისინი დააყრიანებთ. ის იქნება ძვების მანიზერი. მაშინ ასე გამოდის. ეს იგივე არ რომ ძვების მანიზერის დამარცხება გამოფიტან კონფლიქტში შეუძლებელია. რატომ? ამერიკელი ცნობის მანიზერი ომს იწყებს რაღაცა მიზნით. და რუსი კიდევ ძვების მანიზერს შეუძლია ომი აწარმოოს ყოველგვარი მიზნის გარეშე. თვითმისნობა, იმიტომ ეს არის ყოფიერების მისთვის მისაღები ფორმა. ბრძოლაშია საზრის ყოფიერების მისთვის. და თუ მას ომი აქვს, ესე იგი ის კარგად გრძნობს. სამართლებრივი აღჭურვილობისას ატომური ბომბა როცა არსებობს, უკვე აღარაა საჭირო გამოფიტვაზე ომი, ხო? გამოფიტვაზე ომი არაა საჭირო, მაგრამ იმის გამოყენებას ყველასე ეშინია, იმის გამოყენების იმის გამო რომ შედეგი ფატალური იქნება ყველასთვის. ამიტომ ის მხოლოდ შემყარებელი ფაქტორია, პატარა ვისაც არ აქვს იარაღი იმართვის. და მასშტაბის გაფართოებას უშლის ხელს ომის. ნუ ახლა მაგას მაგალითად ინფრასტრუქტურა გადარჩება, ეკონომიკა გაქრება. ეხლა უკვე ისტორიამ გვაჩვენა, რომ ჩვენ უმეტესობას გონია, რომ რუსეთს შეეშინება ეკონომიკური სიძნელეების ან რაღაცა, მაგრამ არა. რუსი ფანატიზმში გადადის, როცა ეკონომიკური სიძნელეა და საომარი მანქანა გახდება უფრო. რაც უფრო გაუძლებელი არსებობს, მით უკეთესია რუსისთვის. თავარი არსებობა შეეძლოს. იმიტომ რომ ძლევაშია, რაც უფრო ძლიერად იბრძვი, მით უფრო სრულყოფილად რეალიზებული ხარ. და აი რო გადავიდეთ თემაზე, მაგალითად, რახან ჯერ შეუძლებელია ეს კონსოლიდაცია და რაღაცაზე შეთანხმება. ხო? აი საქართველოს აი ამ თეორიაზე ეს გააცნობიეროს აზროვნების ამ ეტაპზე ადამიანმა ჯერ გარკვეული დრო დაჭირდება და აი მაგალითად რო ავიღოთ როგორი წესრიგი უნდა შეიმუშაოს საქართველოს მაგალითად აი ის რომ ქონდა რამდენად ეთანხმებით ან არა შუქნიშვილის მაგალითს და თქვენი აზრით როგორი უნდა იყოს საქართველოს ჩვენ რაშია საქმე ჩვენ არ გვეკითხებიან როგორ უნდა იყოს აი ამ ვითარებაში როგორც არის ჩვენ გვაძალებენ ან ერთ მოდელს ან მეორე მოდელს არ გვეკითხებიან საერთოდ ამას ესაა ჩვენი პრობლემა რომ ჩვენ როგორ გვინდა არავის არ აინტერესებს იმის გამო ეს საქართველოს ტერიტორიას უყურებენ როგორც სარიალ სივრცეს პროექტებისთვის მათი პროექტების რეალიზაციისთვის და აქ არანაირ მნიშვნელობა არ ვიხარს თუ საერთოდ ჩვენ ერთა თვითონაც არ ვიცით და ამიტომ არც ხო ჯერ ჩვენ ერთმანასო დასავლეთ ჩვენ დასავლეთ რომ მოდი მოგბაძავ შენ აი გავბივარდი თავის მოსაძა აი ამდენი რეფორმა ჩავატარეთ ამდენ სამართლინო და ის ვერასოდეს მას ვერ დაეწევში რაც არ უნდა გააკეთო ყოველთვის იქნება მეორე ხარისხოვანი მაგრამ რაშია გასაკვირ არც ერთი რესპუბლიკა ასე არ იქნება ჩვენსგან დაუბრუნდით ყველა მოიშორა ეს და ყველა რაღაც ერთი არჩევანი გააკეთა და მარჩა საქართველოს მარტო ასეთი რატომ ისი ჩვენი კულტურის თვისება მანიპულირება უცხო კულტურის ინსტიტუტებით და უცხო კულტურის ფენომენებით და ქართველი არ შეუძლია ამაში გამოხატოს თავისი აქტივობა თვითრეალიზაცია რომ ეგერ ახლა ლიბერალიზმის მოდელი პარადიგმების გადმოღებითაა დაკავებული ფრანცუსული ვისწავლე ხო მთელი ჩვენი ქრისტიანული კულტურა აი გარემული ინსტიტუციისა ბიზანტიის გადმოღება ესე იგი ჩვენ აქ ვცდილობთ ლექციების ვიდეო კურსი გავაკეთებთ იმიტომ რომ უკეთესი არისო ასე ითვლება ტექსტებზე უკეთესი ერთი კაცი ეკავს ეთერში და ვისი ეს თეორია ვიკითხებ ეს სოფლიოში არისო ეს დასავლეთში თუ არისო ხო თუ არისო ანუ ესე იგი ეს ერთი კაცი არ არის საზოგადოება ის ერთი კაცი და ხშირად გამიგონია საფეისბუქ საფსიანაირი ხალხი ვინც თავისივე თავში ვერ უშვებს
სხვა რამეს საქართველოში რამე შეიძლება შეიქმნა. ასე თუ დასავლეთში არ გავიგონია სამწუხაროდ ცუდადის მოდა თვითონ იფშინით და ვერ გავიგონები და მე რასამართლე თუ ქართული აბა გარდაგვიყვება. ეს აბა გადარჩენილ დრაგიჩის აცი. თავი განწილულია შეუფასებლობით. ეს ქართული იადაზე არაფერს ძალიან ანუ რაღაცნაირად ესეთი პასუხი რომ მივიღო ამაზე აკითხა ჩემ ძალიან რთულია როცა პასუხობ რჩები ესე იგი ჩემი კითხვის აზრი ის იყო რომ თუ არსებობს მართვის მანიის თვის დამახასიათებელი შიდა მოწყობა შიდა არსებობს არა ეს არის აი ერთი სტრუქტურა როგორი აქვს ამაზე ჩვენ არ ვილაპარაკია ესე იგი ალტერნატიული რეალიზაციის ჯგუფებად იყოფა განსხვავების გენერაცია ხდება შემთხვევითი განსხვავების მეგრელობა, სვანობა და ასე შემდეგ და მეორე არის აი გარეგნულად განსხვავების მატარებელი ჯგუფების რეალიზაცია. ემსგავსება მეზობელებს შემოაქმნის ინსტიტუტები და ამის საფუძველზე ქმნის სახელმწიფოს იმიტაცია. რეალიზაცია, ანუ განსხვავების საფუძველზე ერთიანობა. აი ესა განსხვავების საფუძველზე ერთიანობა და როგორ შეიძლება ეს სახელმწიფოს იდეა, როგორც მაერთიანებელი არ არსებობს ესე იგი. სამაგიეროდ ჩვენ შეგვიძლია იმ სხვა სამი ტიპის ერის გაერთიანება. აი ესაა მოდელი. ესაა მოდელი. ესე იგი საქართველოს იქნება გაეროს ინსტიტუტის განთავსების ადგილი და საქართველოს იქნება წარმომადგენელი თელისა ნაწილების წინაშე, ქართველი ერა და ჩვენგაირი ერა. აი ესა სხვანაირად საქართველოს შინაგან მოწყობაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს. და აი ერთხელ რო თქვით ფეხბურთის მაგალითით რო აუკრძალო ერთს მეორეს ეს თუ განსხვავებები არ არის მაშინ გამოარჩიო ხო ხელოვნურად კი აკრძალვით შეიძლება გამოარჩიო თუ შენ ფუნქციების განაწილებით გამოარჩევ მიიღებ ფორმის მანიის მოდელს რომ შენ ეს ფუნქციებს უნაწილებ შენ ეს სქემი შენ ეს ეს რო აიცილოთ ერთადერთი იქნება ნეგატიური განაწილება რომ შენ ეს არ გააკეთე და არეულები რა გააკეთოს და ყველა სხვადასხვა რამე გაგრძელული და აქ შენ აძლევ იმპულსს და განსხვავება განიმეთა. საერთაშორისო ერთად მე შენი მიჩნევია ეს თვითონ ქართული აღზრდის პროცესი როგორია ბავშვთან როგორ ურთიერთობები ესე იგი გერმანელი როლზე და თუ ასარიგებს ასე ხელი ასე არა ეს არქნა დანარჩენი მიშვებულია არქნას აკრძალვა მარტო აკრძალვა ეს ამას მოისა ხორჩი ესე იგი ჩვენ მაშინ ცოტა პაუზა გავაგრძელოთ რაზე იყო ხო ჩვენ ვახასიათებთ მართვის მანიის და ძლევის მანიის წყვილს აი ესა დიამეტრალურად საპირისპირო მეორე წყვილი და ესე კატეგორიული თანასწორობა ჩვენს მართვის მანიის კულტურაში არის თანხმობა ურთიერთობის პრინციპი არის რუსულში მიღება როგორც ითქვა ქართულში დაცემა მართვის მანიის კულტურაში დაცემა რუსთაველის მაქსიმა რასაც აგასცემ შენია შემთხვევითი არა ესა მართვის მანიის კომპლექსის გამოხატული რასაც აგასცემ შენია რასაც არა დაგამოგვია ესე იგი კიდევ რა შეიძლება ითქვას ამ ორი შესახებ ხო ეკონომიკის მოდელზე ვილაპარაკეთ ეს არის მიღებაზე ფიქსაციით რეალიზებული ეკონომიკა ითქვა რომ რესურსების კონტროლი ხელს უწყობს ძლევის მანიის კლასის ერის შენარჩუნებას და განვითარებას. თუ ხოლმე პირიქით ასეთი ფაქტორი ხელს უშლის ფორმის მანიის კლასის ერის განვითარებას. აი არაბულ სამყაროს ირანს ნავთობიერად ამით შეიძლება ახსნათ მათი ნაკლები ესე იგი ჩამორჩენა განვითარებაში. თუმცა სხვა მიზეზიც აქვს, მაგრამ მონღოლების გავლენას ევროპა გადაურჩა და იმ პროჩქარებს. იაპონიას არა რესურსი, ყველაფერი შემოაქვს, იმიტომ რომ ფორმის მანიის ერი არის წარმოებელი. ბელორუსიას რესურსი არაფერი არ აქვს. და საერთოდ ვერ გავუდგით რა ფორმის მანიის ერია და იტანს იმ ერთმართველობას, შეუძლებელი ერთმართველობის ინსტიტუტს. და მართვის მანიის კლასის აქ საერთოდ რაგი თვითორგანიზაციის პრინციპი, ესე იგი ინსტიტუციური თვითორგანიზაციის უნარი არ გააჩნია, საერთოდ ეკონომიკის მოდელზე ლაპარაკიც არ შეიძლება. ეს ერი არსებობს, ახლა ჩვენ მე ისტორიას ნახავთ, გარეგნული განსხვავების მატარებელი ჯგუფების დომინანტი განსაზღვრავს სახელმწიფოებრივ თვითორგანიზაციას.
ერთ-ერთი ფაზის შესაბამისი თვისობრივი ტიპის ერი ტრადობის კომპონენტად არჩეული, მე ჩვენ მივიდეთ შესაბამისი მაშინ ფაზის რას ნიშნავს ეს და ესე იგი რომელიმე მეზობელი ერის ინსტიტუციური სახელმწიფოებრიობის იმიტაცია. ამით არსებობს გარკვეულ ფაზას პასუხობს, მე გადადის მეორე ფაზაში, სხვა ინსტიტუციებში, სხვა ირჩევს ტრადობის კომპონენტად და ასე შემდეგ გრძელდება ისტორია. აი დღეს ამ კრიტიკული მომენტი, როცა უკვე მართლისმანიის ერის ცივილიზაციური ფუნქციის რეალიზაცია მოითხოვება, როცა ცივილიზაციაში გაჩნდა აუცილებლობა ოთხივე თვისებრივი ტიპის ერის თანაარსებობის, სინქრონული თანაარსებობის უზრუნველყოფის. აი ეს არის ფაქტიურად სიმთელის ეფექტის წარმოჩენა ამ სამი თვისობრივი ტიპის ერების ურთიერთობაში, რომლის რეალიზაცია არის ჩვენი ტიპის ერის ფუნქცია. ქართველი ამ მართლისმანიის კლასის ერს არ გააჩნია ინსტიტუციური თვითორგანიზაციის უნარი, მაგრამ მას აქვს უნარი სხვა სამი ტიპის ერის ერთიანობის ეფექტის რეალიზაციას. ეს რას ნიშნავს? კერძოდ რა იქნება, რომ ეს მართლისმანიის კლასის ერი უნდა იყოს ცივილიზაციის როგორც მთელის წარმომადგენელი მისი წევრი ერების წინაშე. და აი ცენტრალური რეგულირების ინსტიტუტის განთავს მასპინძელი ქვეყანა. აი ესაა საქართველოს ორიენტირი საქართველოს სახელმწიფოებრივ განვითარების. არაფერი სხვა საქართველოს სახელმწიფოებრივ განვითარების ეს იქნება მორიგი იმიტაცია, რომელიმე აი ახლა როგორც დღეს არის ლიბერალიზმის ინსტიტუტების იმიტაცია მიმდინარეობს. აი ეგ ფრაზა ძალიან უჭირთ ამის გაგება. ესე როცა ეუბნება სხვა გამოსავალი არ არის. თავს დაგიჩნევენ, მაგრამ გონიათ რომ ეს ამბიცია. სინამდვილეში ობიექტურად არ არის სხვა გამოსავალი. არ არის ობიექტურად სხვა გამოსავალი. ეგრეა. ეს რო ვერ ხედავთ ამ უბრალოდ ის გამოსავალი, რასაც თავაზობენ, ის ჩვენთვის გამოსავალი არ არის. არ არის, ჩვენ სუტრაზე. სოფლიოც აი როგორ ჭირდება ახლა ჩვენ ვინ მოგვისმენს აი მათ რესურსები. რესურსი რო აქვს ამერიკას, რა როგორ ხარჯავს ამ რესურსს? აი რაში დახარჯა? ამდენი ხარჯი ომში გაწეული ამერიკის პოზიცია გაძლიერდა აზიაში. თუ იტყვიან იმას, რომ ეს ხაოსის გამოწვევა იყო მისი მიზანი, ამას რა თუნდოდა იქ ინტერვენცია? 20-მდე ომში აქვს მონაწილეობა მიღებული. საკმარისი იყო ერა ჰუსეინის პოტენციალის განადგურება და ქურთები შეიარაღება. მიიღებდით იგივეს ამერიკისთვის უკეთეს ვარიანტს. ქურთები პროამერიკულ ძალად გადაქცეული ამ წინა აზიის ცენტრში და ეს პერიფერიული თურქეთის გარშემო რეგულირებადი ქაოსი, როგორც უნდოდა იმ მიმართულებით შეეძლოთ ამათი მიმართვა. დღეს რა მიიღეს ჩრდილოეთი ერაყი და სირია საერთოდ ანტიამერიკული ძალის კონტროლის ქვეშა ძალისა, რომელიც თვითონ შექმნეს. ის 6,000-იანი კონტინგენტი, რომელიც სირიას მიუსიეს, შემოუტრიალდა უკან და დღეს იქცა მრავალ 10,000-იანი სამხედრო შენაერთია არსებობს იქ უკვე ორგანიზებული ძალა, რომლის განადგურება ძალიან ძნელი საქმე იქნება. თვითომეტეს თუ რუსეთმა თავის პოზიციებზე იფიქრა და დახმარება დაუწყო. და სირიას ესე არ მისცემენ ამერიკელებს საჯიჟგნად. რუსები. სირიას არ რო არ მისცეს ცხადია. რუსებს რომ გამოეჩინათ ცოტა მეტი თანამდებობა და არ დაერთმოთ ლიბიაც. ლიბიაცაც და ეს მდგომარეობა იქნება. აი მასე უკვე აზრის სვლაზე და კონკრეტულ რაღაცებზე სხვა დროს ვიგამარება ჯობია. ეხლა უნდა იმის მიბაძოს აკეთებდეს მართვის მაინდა, ხო? ახლა ფორმის მაინც ახლა ფორმის მაინც ფაზა. ბოდიში ფორმის მაინც. მე ტერმინი შეუშალე, მაგრამ აზრით იქ მივიდი. ფორმის მაინც იმიტაცია. მაგრამ ლაპარაკი არის მაინც ლიბერალიზმზე, რომელიც თითქოს და არ არის პლატფორმის მაინც, ხო? არა, საერთოდ არა ფორმის მაინც. ამიტომ ესე რას ნიშნავს? ეს ამოვარდნილია კონტექსტი. ეს არის ინერცია პროცესის და მე ნახმარი შესაძლებელი ეს სანამ დანერგვას ცდილობს ლიბერალიზმის ხო არსებობს ეს რაში გამოიხატება ცნობილია და სანამ დანერგვა და მართლა ამოქმედდება მანამ ეს შეიძლება ფორმის ნიმუშადაც მიიღო. ისე არის ორიენტირი და ამ ორიენტირის იდეალური რეალიზაცია ჩვენი ამოცანა. ან დაახლოება ნიმუშიც არსებობს იდეალის ამერიკული სოციუმი დაუშვათ. და ესე იგი სანამ ამოქმედდება აი ეს პროცესი შეიძლება ფორმის მაინც პროცესად ჩავთვალოთ. ხო, მე როგორც კი ამოქმედდება უკვე იქნება ფორმის მაინც და არა ფორმის მაინც. მაგრამ სანამ შეგერგავდა, სანამ პრობლემა არ ვერ დაგინერგია, ხო? ამ პროცესში ის ჯერ არის ნიმუში
რომლის განხორციელებასაც ცდილობდა მის სტრაფების ობიექტი. ნიშნავს დროს, მაგალითად, სააკაშვილის დროს, ეს ლიბერალიზმის პარადიგმა გამოყენებული იყო ძლევის ობიექტი, ძლევის საშუალება. რატო? ძალდატანებითი ტრანსფორმაციის ორიენტირი გახდა. ფაზი შესაბამისი იყო. ძლევის მანიის ფაზა იყო, სანამ ნიშა 2007 წლამდე. და 7-ში შეიყვა სწორედ მიშას ისა. 7-ში 8 ახალი ფაზაა და ხელახლა აირჩიეს და ეს უკვე იყო ძალის ძალად და მანამდე 7-მდე პარადიგმა ეს თავის ფაზა შეესაბამება. ის ძალდატანება ქართულ სოციუმზე ეს იყო ფაზის შესატყვისი ფენომენი. ამიტომ სახელი გაუტეხა ამერიკასოს. ეგაგებით სწორია, რომ ის ლიბერალიზმის დანერგვის მიზნი ძალადობდა საზოგადოებას. მაგრამ ეს ფაზის შესაბამისი. ფაზის შესაბამისი იყო, მაგრამ ის მიტო დამარცხდა შევარდნაძე უფრო თანამდებობრივი ლიბერალისტი იყო, მაგრამ ლიბერალიზმის ფაზა არ იყო. აი თვითონ შეერთებული შტატების, აი ფაზების, აი დიაგნოსტიკური რა ფაზაში არის? ის სხვადასხვა გეოპოლიტიკურ შეფასებები და თვითონაც ეს ოზეჟის სხვა ძაფასება. აი თქვენ შეფასება მაინტერესებს. ესა ფორმისმანის კლასის ლიდერი და ფაზების ცოლის პროცესში პასუხობს ფაზების მიმდინარეობაზე. აი დროებით ზომება შემოაქვს ქცევის სხვა მოდელები. 30-იან წლებში მაგალითად რუზველტის რეგულირების სისტემა. ეს იყო ფორმისმანის ნიმუში მოქმედება. ფორმისმანის ეფექტის ფაზა იყო და დროებით დაუშვა ამერიკულმა საზოგადოებამ კრიზისის დაძლევის საშუალებად განხილული აი ეს რეფორმები ის რუზველტის. შემდეგ 40 აი როგორც თვითონ შეერთებული შტატების სახელმწიფოს კი არა, როგორც სოფლიო მებატონე აი ესეც იცოდა,აშორდეს გამოხატულება არა მაგალითად, აი მე 50-იან და 60-იან წლებში ამერიკის სამოქმედო მექანიზმი გახდა სამხედრო მანქანა. და მაგას ავიკითხო. აი გეოპოლიტიკაში არის აი ესეთი ახლა თემა, რომ ძე სახელმწიფოს ტრანზიციები. ამ ძე სახელმწიფო განინაინუიქარ ციკლური თეორია, რომელიც როგორც ჩანს გამოიტანეს ბუდისტური ასე ციკლების მიხედვით. იქ არის საუბარი, რომ აი ეხლა სიტყვაზე დიაგნოსტიკურად ვიეტნამის ომის შემდეგ შეერთებული შტატები არის თავის ასე ვთქვათ უკვე დაბლა ჩამოდის მის შეცდომას ვაბოდა. ისე იგი პირიქით, ეს 50-იან და 60-იან წლები ამერიკისთვის იყო თავდაცვის ეტაპი. აი როცა უპირატესობა ჰქონდა ამ ბოლშევიკურ იდეოლოგიას და მთელი ინტელიგენცია ამერიკაში და ევროპაში იყო კომუნისტური პარტიის მიმართ სიმპათიით განწყობილი. და ამერიკა აი ეს სამხედრო აქცია, ამერიკის სამოქმედო საშუალება იყო სამხედრო მანქანა, რომელიც ძლევის მანიის ერის შესაბამისია. და ძლევის მანიის ერის აქტიურობის ეტაპია და ვერაფერს სხვას ვერ აკეთებდა ამერიკა, ვერ უპირისპირებდა ძლევის მანიის ერს გარდა მისივე მექანიზმისა. მაგრამ 68 წელს დაიწყო ცხრომის მანიის ეფექტის ფაზა ცივილიზაციაში, გლობალურში. და ამერიკელმა ერმა სამხედრო მანქანა გადადო გვერდზე და მოიმარჯვა მისი ბუნებრივი იარაღი, ფინანსური სისტემა. და ამ იარაღით ამერიკა მოახერხა, რომ ეს რკინის ფარდა დაანგრია. და ფინანსური ინსტიტუტები, მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო ვალუტო ფონდი, რომელიც ამერიკელი ერის დანამატები, ამერიკული ინსტიტუტებია სინამდვილეში. და ამერიკის გლობალური ფუნქციიდან გამომდინარეობს ცხრომის მანიის ერის ფუნქცია. მსოფლიო ბაზრის რეგულირება. ამერიკელი ერის ინსტიტუტები ეს. იმიტომ რომ ცხრომის მანიის ერის ფუნქცია ცივილიზაციაში შიგნით ბაზრის რეგულირება. ცხრომის მანიის ერები არიან ცხრომის მანიის ერების ურთიერთობის ეკონომიკური თანამშრომლობის ადგილი. აი ამით სივრცე, იმიტომ რომ ცხრომის მანიის ერი თანამშრომლობისთვის თავის სივრცეს არ დაუთმობს არამის. წესი მის სივრცეზე უცხოს დაშვება გამორიცხულია. ამიტომ ურთიერთობა ჭირდება, ურთიერთობის არეალის ცხრომის მანიის ერების ტერიტორია სივრცე. და ფინანსური სისტემა არის აძლევს ამერიკულ ფინანსურ სისტემას ზავას და მოთხოვნილება აქედან გამომდინარეობს მას, რომ ცხრომის მანიის ერებს უნდა ურთიერთობა. და სწორედ ეს ამერიკის აღმავლობა დაიწყო 69-ში. ომიდან გამოსვლა გამოაცხადა. ვიეტნამიდან დაიწყო გამოყვანა ჯარების, 75-ში დაამთავრა ეს პროცესი, დაუთმო რუსეთს ისა ავღანეთში მისცა შესვლის საშუალება, მაგრამ ამით რუსეთი კი არ გაიმარჯვა, ამერიკამ გაიმარჯვა. ცხრომის მანიის ერის ეს იყო უკანა ესე და ფუკუიამა წერს წიგნს ისტორიის დასასრული.
გაჩნდა ილუზია, რომ მორჩა ყოველგვარი წინააღმდეგობა ამერიკულ ცხოვრების წესის გავრცელების წინაშე მოიხსნა. და უკვე ისტორია აღარ შეიცვლება, რაც იქნება მარტო ტექნოლოგიური და სოციალური ინსტიტუცია მივიდა უკანასკნელ განვითარების უმაღლესად და 2 წელიწადში გამოიგონა მტრის ფორმულა. კი არ გამოიგონა. უნდა გამოიგონა. ეს მდგომარეობა შენარჩუნებული იყო. მორჩა დღეს ეს გაგრძელდებოდა ასე, მაგრამ რა მოხდა? 97 წელს დამთავრდა ეს ფაზა. 8-ში დაიწყო ორმაგიბეთის ფაზა, ისე ძლევის მანიის და მართვის მანიის. და ისე ამერიკა 90 წელს უკვე გადადის ახალ ომს იწყებს. ზუსტად ეს 90-იანი და პირველი 10 წლები ჩვენი საუკუნის არის გამეორება 50-იანი და 60-იანი წლების. ეს არის ორი ორმაგი ეფექტის ფაზა, ძლევის მანიის და მართვის მანიის არაკი. ახალ ფაზას როგორ გასრულებენ? ახლა 2008 წლიდან დაიწყო ახალი ფაზა, ფორმის მანიის ალფა ფაზა და ის რუზველტის რეგულირების მექანიზმები ობამამ ისევ ჩართო. სახელმწიფო მონოპოლისტურ რეგულირებას საბანკო სისტემას ეხმარებიან ჯანდაცვას შემოიღეს, რაც ლიბერალიზმისთან შეუთავსებელია. სახელმწიფო ხარჯები რატო უნდა დაიხარჯოს ჩემი გადასახადი ვიღაცის ჯანმრთელობას? ეს ლიბერალიზმი იმათ თვითონ გამოიმუშავოს ის თავისი პენსიის და იმის ფული. ესაა ლიბერალიზმის იდეა. თანასწორობა დეკლარირებულია და ამოცანად ითვლება თავისუფლება. ჩვენთან არის დეკლარირებული თავისუფლება. ჩვენთან დეკლარირებული თავისუფლება წინაპირობთ ქართულ კულტურაში ამოსავალია, რომ თავისუფლება ყრია ყველას აქვს. და ამოცანა კულტურის ამოცანა არის თანხმობა. ეს სადმე არის ნათქვამი როგორც ლექცია. ეს ლექციაში წინა მესამე ლექციაში იყო ეს. ამი არ მომწონს. მესამეში არის და შეიძლება ჩვენს უკაცრავად 68 წელი სწორედ ამერიკის როდესაც დომინირება იწყება, ემთხვევა ამ ჰიპების და როკ რევოლუციას და შეიძლება შეიძლება 60-იან წლებში უფრო ადრე იყო რევოლუცია, 50-იანებში დაიწყო ისპანია, ესე იგი ეს პოპ მუსიკის ისა, ჩვენი ისა მეტალ როკის. ხო, ელვის პრესლი. ეს რა იცი, როცა ამერიკაში გადატონდა სამხედრო მანქანა, სამხედრო ელიტა და ისე ცხოველმსმანის კულტურა ითრგუნება და ახალგაზრდები გარბიან საზოგადოებიდან. და ისინი არიან ცხოველმსმანის ერის თავდაცვითი რეაქცია. რომ ეს თავისუფლება, ჰიპები რა იყო, თავისუფლების პრიმატია. და როცა 68 წელში უკვე ამერიკულმა კულტურამ გაიყვალა სპარეზი 70-იანები და 15-დან მაინც უკვე ამერიკის ის გამოჩნდა, ეს მოძრაობა მოხდა. რატო? უკვე ის ჰიპები დაბრუნდნენ სოციუმში, რომელმაც შესაბამისობა გამოავლინა უკვე იმ თავის თვისობრივ ტიპთან. და ეს რაღაცნაირად მე ხედავ, რომ ეს არის ერთგვარი გავლენის მექანიზმი, ეს მასიური კულტურა, მას კულტურა არის, ну რაღაც საოცარი გავლენის მექანიზმი ამერიკების, ხო? ეს მუსიკა ყველაზე მეტად როგორც წესი მაგათი მოგწონს და ინგლისელების. რატომ მოგწონს? თუ რელაქსაციის მუსიკა, სხვაის მანიის კულტურა, მიზანი რელაქსაცია. რელაქსაციის კედელები შეეკიდულობ, ქართული მუსიკა ეს მოსმენით ვერ დაისვენ. ქართული მუსიკა გძალავს. არ არის მისი მიზანი რელაქსაცია. ხო. აი ამიტომ ახლა სტრესის პირობებში, რაცა ქალაქი და აი ამ გლობალიზაციის ესა მახინჯი ფორმა, აი გაერთგვაროვნებული გლობალიზაცია, ყველა სტრესის ქვეშაა. და მოთხოვნილება არის რელაქსაციის პროდუქცია, რომელიც რელაქსაციას იძლევა. ამით აიხსნება ეს და არა იმით, რომ ეს მუსიკა უბრალოდ და უკეთესია. პირიქით. გასაგებია. თვითონ ქმნიან საჭიროებას ამ პრესი, ამერიკული ზეწოლი, აი სტრესის გავრცელება, სტრესის ფენომენის გავრცელება, ის მოთხოვნილება ამ სტრესის მომხდარ ფაქტორზე. დაავადებას ქმნიან და წამალს ქმნიან. თვითონ ისე პრობლემას ქმნიან, რომელიც წამალს თვითონ არის. ეს არის. ხო, ფორმის მანიის ერის საერთოდ ვერ იღებს. მისთვის არის ეს მიულებელი. ფორმის მანიის ერისთვის უცხო დაშვებულია განსხვავება, თუ ის თვითონ ახერხებს თავისი დასრულებას. არანაირი ხელშეწყობა. ის უნდა იყოს მოთხოვნილი. მოითხოვებოდეს თავი უნდა გაიტანა. ესა ტოლერანტია. ხოლო მართვის მანიის კულტურა ითხოვს უცხოს, ითხოვს განსხვავებულს, გაიძულებს იყო განსხვავებული. არ გაძლევს ასიმილაციის უფლებას. მასთან. ძლევის მანიის ერი
განსხვავებას ექცევა ნიველირებას უდეთებს. ცდილობს არ დაინახოს. და გაძლევს შესაძლებლობას მიჩმალო შენი განსხვავება და მაშინ მიიღებს. მაშინ მისცემ. ესაა რუსიერის მაქსიმილერებელი პოტენციის განსაზღვრება. ჩინელი თუ თავის ჩინურ განსაკუთრებულობებს დამალავს, ის რუსია. რუსი მას მიიღებს როგორც ზმას. ქართველმა თუ მინდა მიიღო, პირიქით ის ჩინური ისინი უნდა გამოაჩინა. მაგრამ ქართველი არ უნდა იყოს შეშინებული ამ დროს, როგორც ჩვენ ვართ დღეს. ჩვენ დღეს ვეშინია იმის, რომ ჩვენი ჩვენ მოტროლმა შარავს. ის მაინტერესებს აბა მაშინ როგორ იყო რომ ისა აი ერთიანობა როგორც ასეთი რაღაცას ვერ გავერთიანდებოდით რაღაც, მაგრამ აი ის მაშინ სხვა რაღაცა ქუძე კაცი გამოდიოდა ერთი მტერი იყო და რაღაც დასაცავად. აი ქუძე კაცი რასაც კახეთი რო იბრძოდა ქართლი ხარტეზოზე იწოდა პირიქით. როცა ქართს არბებდნენ კახეთს და როცა მართლა ერთიანად იბრძოდნენ მაშინ გავლენა იყო. მაშინაც ნუ ახლა ესე იგი რა ორის მანის ეფექტის დროს იყო მაგრამ ძლევის მანის ესე ჩვენ რო ეს აჯანყებები ესე ორმაგ ეფექტის ფასა სადაც ძლევის მანის აქტუალურია. ანუ მაინც ქუძე კაცის ერთიანობა იყო იმ შაჰ-აბასის ჯარში ნახევარი ქართველები იყო. როიცა იქიდან 30000-იანი კონტინგენტი იყო ქართული ირანში. ცნობილი. ანუ ესე იგი და ეს იყო შარა პერმიტს შაჰის გზას დაადგა. ეს იყო კარიერის სინონიმი იყო. შაჰრას დაადგა რაც. შაჰრა და რახან ჩვენ ესეთი ახმა გვაქვს ქართველებს რომ თავისუფლება ყრია და ახლა უნდა თანხმობისკენ უკვე არის ყრია როგორც თქვენ და თანხმობისთვის და მაშინ ცხომისმანის ხალხისთვის რა არის? აუცილებელი თავისუფლებისთვის იბრძვიან და რა ყრია იმათთვის? თანასწორობა უკვე არის. დეკლარირებული ამერიკული კონსტიტუცია. თანასწორობა ყველასთვის და თანხმობა მივიცდა ისა თავისუფლება. იმის წინარე ძლევისმანი. ძლევისმანისთვის მოვალეობა არის, ესე იგი მოვალე ხარ კაც. და თანასწორობა მოგვე. თუ მოვალეობები არა და ნაკისრი თავისუფლებაზე თანასწორობაზე რა ლაპარაკი შეიძლება იყოს. თუ თვირთი არ არის განაწილებული, თანაბარ განაწილებაზე ლაპარაკი არ შეიძლება. და პირი დაისა მოვალეობა ვერ გახდება ამოცანა თუ თანხმობა არ არის. მოვალეობის კისრება თუ არა კაც განზრახული. ხო, უკვე არ აქვს შეთანხმება ამის თაობაზე, მაშინ როგორ შეიძლება მოვალეობა იყოს პრობლემა. თანხმობა არის და ესე იგი სადაც ჩვენი კულტურა ამთავრებს პროდუქტიულობას. იქ იწყება ფორმისმანის კულტურის პროდუქტიულობა. ამაზე ვილაპარაკე. სადაც ფორმისმანი ამთავრებს, იქ იწყება ძლევისმანის პროდუქტიულობა. რა არის ის დეკლარირებული და ისკენ? თანხმობა დეკლარირებული და მოვალეობის. არ მოვალეობა რუსულში და თანასწორობისკენ. მოვალეობა და თანასწორობისკენ. თანასწორობა და თავისუფლებისკენ. თავისუფლება და თანხმობისკენ და წრე შეიძლება. ხო. გასაგებია, კაი იქნება რომ ეს დაწერილი ეს იმაშია, მესამე ლექციაში ეს. და დაწერილიც არის ჩემ წიგნში არის ერთი აბზაცი. სქემა არის. იმაშია, ბოლოში ცნება და დამარდებებშია ჩართული ეს თვალსა. სქემა ის ერთი აბზაცი. ხო, ერთ აბზაცში ჩაეტევა ეს ყველაფერი. კი, ჩაეტევა. ესე იგი, ფორმისმანისთვის არის კიდევ უბრალოდ გამიმეორებთ შეიძლება? კი, რატომ არა? საცია დამტოლი. და თამაც ის აურია ერთმანეთში რომ ვერ ფორმისმანისთვის არის მოვალეობა და ამოდის თანხმობიდან. ხო, ესე იგი მივდივართ მოვალეობისკენ, თანხმობა არსებობს და მივდივართ მოვალეობისკენ. ესე იგი შემდეგ ძლევისმანია იწყება. კი, მოვალეობიდან გამოვდივართ და მივდივართ თანასწორობისკენ. მოდით ამას ჩავიწერ, იმიტომ რომ ჩემთვის ეს ძალიან ბევრ რაღაცას იმას შვება. ხმას ჩავიწერ, ძალიან ბევრ ამას ცხადყოფს. ესე იგი კატეგორიათა ეს ოთხეულია.
თანასწორობა, თავისუფლება, თანხმობა და მოვალეობა. აი ეს 4 კულტურა ამ განსხვავებულ კატეგორიებზე ორიენტირებული. ისე მართვის მანია გამოდის თავისუფლების კატეგორიიდან და მიზნად აქვს თანხმობის რეალიზაცია. ფორმის მანია გამოდის თანხმობიდან, თანხმობის რეალიზებულობის ფაქტიდან და მიზნად აქვს მოვალეობის რეალიზაცია, მოვალეობების განაწილება და ძლევის მანია გამოდის მოვალეობიდან, მოვალეობის რეალიზებულობიდან და მიისწრაფვის თანასწორობისგან. ცხოვრების მანია გამოდის თანასწორობიდან და მიისწრაფვის თავისუფლებისგან. და დაუბრუნდით შეიკრა წელი. ძალიან კარგი. ციკლური ლოგიკი, ესეთი სქემები თახმა ჩემთვის ძალიან აადვილებს, იმიტომ რომ იყოფა მე დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანი კი არ ნებისმიერი ორგანიზმი რომ ყალიბდებოდა ესე რომ რაღაცა ორგანო ასრულებდა ორ ფუნქციას. ესე თეორიულად რო ავიღოთ, გული რო ასრულებდა რაღაცა ორგანო რო ყოფილიყო, რომელიც გულსა და ფილტვების იმას ასრულებს, მოვალეობას. და ესეთი ის არ იქნებოდა ალბათ უფრო ღვიძლი და თირკმელი უფრო ესე ახლო მდგარი ფუნქციები, მაგრამ ისე რო ძალიან კაფეო განსხვავება. გული რო ავიღოთ, რომელიც ორგანო, რომელიც გულის და ფილტვების ფუნქციას ასრულებს და შემდეგ განვითარებასთან ერთად ცალკე ჩამოყალიბდა გული და ცალკე ფილტვები, იმიტომ რომ ის წინა ორგანო კი ორივეს ასრულებდა, მაგრამ არ ასრულებდა ისე კარგად, როგორც განაწილებული. და სწორედ ეს თქვენი თეორია რაღაცნაირად ამას მახსენებს, თითქოს ადამიანის ცნობიერების ჩამოყალიბება ხდება, როგორც ერთიანი ადამიანის, არამედ ადამიანობის ცნობიერების კაცობრიობის. ხო, კაცობრიობის. კაცობრიობა არის სტრუქტურული თემა. ხო. აი ესა. კი. აღზრდას და განათლებას რაც შეეხება, ყველა თავისი დაიღოს ან თავისი მიდგომა. მარტო ესე იგი, აი რამშო ისტორიას ახალ მნიშვნელობა გადამწყვეტ. თუ არ არის ყველა საფეხური სამსახური, ტოტემისტური, მითოსური, მაშინ ეს უწევს მოიგონოს ის. ეს ასეთი მოთხოვნილება აქ იმერებს, რომლებიც ტრანსფორმაციის შემდეგ ბიზანტიას არ ჰქონდა მითოსური წარსული. თორე ის ფორმის მანიის სერია მესამე საფეხურის და პირველი და მეორე საფეხური არ აქვს. ბიზანტიას მოუწევდა რომ გადარჩენა აი ძვებერძენიერობა, მას მოუწევს ესე გამოიგონოს თავისი ნეოფილოგენეზის წინა ორი საფეხური. აი გერმანელებმა სცადეს ეს. ფიურები. იმიტომ რომ ამით წარდგეს მარტი პირველი ორი საფეხური ძლევის მანიისაა. ძლევის მანიის რადიაციების მითოსის საფეხურის ჩაყრა. რელიგიის საფეხურზე მოხდა მათი ძლევის ფორმის მანიისერა ჩამოყალიბება. ამიტომ ის წინა საფეხური საფეხურების ის სიამოვნებაში მეოთხე საფეხურზე მოხდა უფრო სწორი იქნება გერმანელიერი ფორმის მანიისერა მეოთხეზე ჩამოიჩეკა პირდაპირ. რატომ? წინა ეტაპზე ის ორმაგი ეფექტის ფენომენის ნაწილი იყო. და რა საინტერესოა, რომ ახლა ძალიან ხშირად ვფიქრობ ფანტასტიკაზე. და სწორედ ამერიკა ჩამოყალიბდა მეოთხე საფეხურზე, ხო? და დღემდე რამდენი მითოლოგიის მიმართულება აქვს, ესე იგი, რო ავიღოთ ფანტასტიკის სფერო, ძალიან პოპულარულია იქ, მერე ინდუიზმი, იმინა მითოლოგიური ინდუიზმი, სადაც იქნება ამერიკა, მაგას მოიგებს ამერიკა, არა შეუძლია მოიგოს ვებერძნიც. არა და კიდე მესამე, ანუ რას მოიგებს ეს პროგნოზირებადი არ არის, იმიტომ რომ ეხლა მათ აქვთ ესეთი მიმართულება თუ გაგიგიათ ტომ კრუზი რომელშიც არის გაერთიანებული მითოლოგიური რელიგია არსებობს ესეთი აი სემიოტიკა ქვია დიონეტიკა წიგნს ქვია რომლიდანაც ჩამოყალიბდა და ქვია ну გამახსენდება რა ანუ მე ინტერნეტში მოვიძიეთ არის
ფანტასტიკური მითოლოგია, ოღონდ უკვე ჩამოყალიბებული როგორც მართლა როგორც ისეთ რელიგიური მითოლოგიური მოდელი, როდესაც ვიღაცა სხვა პლანეტის ლორდებმა ჩამოაყალიბეს აქ გარკვეული ცოდნის კერები და რო აიღო მითოლოგიური ღმერთები და უბრალოდ ისინი გახადოს სხვა პლანეტის მცხოვრებლები გამოვა ეს ანუ ძალიან ბევრნაირი აღდგენა ხდება იმერის და რახან ტოტემურიც არ იმასქნა ამერიკამ არ გაიარა მე თქო და მომწონს ამერიკა მაგით ელაპარაკო ხონდეს ეს მომენტი ალბათ ტოტემურსაც რაღაცას შემოგთავაზებს ეს ბეჭდები ძალებელი როა ეს ციკლი შეიქმნა სპეციალურად მიზნით ხო ამი ძველ თქვენთაშუა ზღვის სამყაროს გამიჩნეოდა ეს ნორდული სამისი რო იქ უფრო სული არისო ეს ისა პოტერი და ეს ყველაფერი ნაკადისნედა ეს 30-იან წლებში იყო როცა ეს ეგოისტური ცივილიზაცია და დასავლეთის ცივილიზაცია ცაცაკი იყო დღეს როცა ესენი გაერთიანდნენ უკვე ამერიკა შეუძლია ძველბერძნული ეტაპი აიღოს ძველბერძნულში რა პრობლემებიცი ძველბერძნული მითოლოგია არის წინა ორმაგი ეფექტის ფაზის ესე იგი ტრანსფორმაციის ცდელობა სინამდვილეში ბერძნებს არ ჰქონდათ ორიგინალური მითოლოგია ხო ის იყო პელაზგების და მიკენელების ძლევისმანის და მართვისმანის და ამიტომ უპირატესობა ეკუთვნის ინდუს და შეიძლება ინდოეთი და ამერიკა და ინგლისური სამყარო გაერთიანდეს ერთად და როცა პირველ მეორე მესამე საფეხურს დაიკავებს ინდური მემკვიდრეობა მეოთხე იქნება ამერიკა რაც არის დღეს და აი ეს შეიძლება მოხდეს იმიტომ რომ ინდოეთში სადაც გადადიან მეოთხეზე იქ ინგლისური ენა დაბრუნდა დიდ ქალაქებში დაბრუნდა ინგლისური ენა სახელმწიფოების სტატუსი ინგლისური ენის ცით არ ესაა საქმე რა შეიძლება ინდოეთი გადადის მეოთხეზე და აქ ხდება მეოთხე საფეხურის რეალიზაცია ძალიან ძნელია მან გვერდია უყუროსამს ვიტუმე ეს კონტაქტი იყო ინგლისური ენა გავრცელებული იყო ინდოეთში და აი ამ ზაიმას ძალიან ძნელია გვერდია უყურო იმიტომ რომ ძალიან დიდი დრო უნდა დახარჯო ამდენს ვინ გაცნის და შენ ჩამორჩები და არ ჯობია ეს აიღო შენ აიღო და წინ წახვიდე და მესამე იმას რელიგიური ქრისტიანობა უკვე აქვს ის ამერიკას აი ქრისტიანობაში არ არის რომის მანიისისა ბოლო გამოკვეთილი იქ როგორ მოხდა იცი მოხდა აი ინტერპრეტაციების დაშვება ამერიკის სივრცეზე არ გადადიოდნენ ეს სხვადასხვა ისინი ჯგუფები კალვინისტები ესენი ისინი შეიკრიბნენ ამერიკაში იმიტომ რომ ეს იგი დაშვებული იყო ინტერპრეტაციები გააზრებები სხვადასხვა და ეს სინამდვილეში არაპირდაპირი რეალიზაციაა ცრომის მანიის ეფექტის უშუალო ცრომის მანიის კატეგორიები აი ქრისტიანობაში იყო ეს არხინებლის კონცეფცია რაღაცა იქიდან შეიძლებოდა ჩრდილოეთ იტალიური იმაში გამოჩეკილიყო აი ეს ბუდიზმის ალტერნატივა მაგრამ ეს არ მოხდა ის ისლამი ფორმისმანი ორივე ფორმისმანისა ბიზანტიური ქრისტიანობა ფორმისმანისა რუსული ქრისტიანობა ძლევისმანია ჩვენი მართვისმანი ჩვენი ეს გარეგნული ბიზანტიური რაცა იმიში ნინოს ჯვარი ნინო წმინდა გიორგი ეს პატრის ისინი დაფიამანას პეტრე იმპერისის რუსთავი ეს არის მართვისმანისისა დამალული ბიზანტიურ საფარველში რომელიც გარეგანი ინდუიზმი და ინდუიზმის სოლისმანია დომინანტია თეორია იქ კასტური რეალიზაციებია სხვა ციკლურ სტიქიების ხოლო სოლისმანიის ფონზე და მიდის ახლა ინდოეთის დაყვანა სოლისმანიის ერზე და მაშინ ბუდიზმის როლი გაძლიერდება ბუდიზმი არის სწორედ იმ კასტური დიფერენციაციის ეროვნული დიფერენციის შეცვლის ცდელობა რაც ნამდვილად არ იქნება კარგი იმიტომ რომ ის მოდელი რაც ინდოეთმა ჩამოაყალიბა ის ბევრად უფრო რთული და ბევრად უფრო ბევრი რაღაცისთვის მზა მოდელია რაც თავარია კაცის ჩამოყალიბებისთვის იმიტომ რომ უკვე ცნობილია რომ ქალი ბევრად უფრო ადვილად ჩამოყალიბდება ქალად ვიდრე კაცი კაცად კაცი მხოლოდ ხელოვნურად შეიძლება ჩამოყალიბდეს კაცად თუ არა და ანუ როგორც ცივილიზაციის მატარებელი
ქალი უფრო ადვილად ჩამოყალიბდება ადამიან ცივილიზაციის მატარებელ მდედრობით სქესს არსებად, ვიდრე კაცს ბევრად უფრო სერიოზული აღზრდა დაჭირდება. და ინდუიზმი როგორც უმეტესობა რელიგია არის კაცისთვის ჩამოყალიბება, იმიტომ რომ იმიტომ რომ ეს არის ნამდვილად ამოცანა ნებისმიერი ცივილიზაციის, იმიტომ რომ ეს არის პრობლემა, ყოველთვის პრობლემაა. კაცი არის ჩვენი მართლმსვანის კულტურაში არის შემსრულებელი ასპექტი. საზოგადოების შემსრულებელი ნაწილი. ხალი არის ამოცანის და განსაზღვრებელი აორიენტირებელი ნაწილი. აი ეს ორივე სჭირდება ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავება. ჩვენ ქართული ხალხი განსხვავებული ის რომ არის ესე ვთქვათ, რატომ არის აღარ? ხო, ისე ალბათ ეგრე ორივე სჭირდება. ვის განსხვავებული ის? სადაც განსხვავებული ორიენტაციის. სკე იმენია ეს წელში მაქვს ეს სილია იმაში ნახოთ გენდერული პარადიგმების ზონა. ეს რატომ არის და ნახეთ რა ხდება ქართველი ერთიანდება განსხვავების საფუძველზე, ხო? ამიტომ სქესების ურთიერთობა არის პრობლემური. ქალის და კაცის ურთიერთობის დაწყება არის კატასტროფა ქართველისთვის. რატომ? იმიტომ რომ განსხვავება არის და მისი ცნობიერება აბას აფასებს როგორც ერთობის ფაქტს. სინამდვილეში ეს შინაარსი ურთიერთობას არ არის. და ეს არის დისკომფორტის გამომწვევი. შეფასება, გადამეფასება ხდება. ამიტომ ესე იგი სოციალურ გარემოში აი ეს ქალის და კაცის ურთიერთობა ეს ძალიან პრობლემური გაყოფილია საზოგადოება ორ ჯგუფად. კაცებს შორის ან დედაკაცებს შორის ურთიერთობა არ არის, განსხვავება არ არის, ამიტომ ურთიერთობა ფასდება და ამ მნიშვნელობაც აქვს. ფაქტიური მნიშვნელობის მიხედვით. ფაქტური მნიშვნელობის. ამიტომ ეს არის კომფორტის ჯგუფები. ერთი სქესის ინდივიდები ეს არის ფსიქოლოგიური კომფორტის ჯგუფები. რა შენ თუ დაუშვი ის რომ სქესობრივი, ესე იგი, ჰომოსექსუალიზმური პრაქტიკა დასაშვებია, რა გამოგვიცი, რომ აი ორ კაცს უყურებ შენ. აი ეს იუობა შეიძლება ფუნქციურ განსხვავებას არ გამორიცხავდეს. მორჩა. ესე იგი, აი ისე შეიძლება იგულისხმო სხვაობა ფუნქციური და დაირო შეუძლებელი გახდება კაცების ურთიერთობაც. ესე იგი, დისკომფორტი, ის წირი რესურსი, რაც მართლმსვანის ერთ საზოგადოებრივი კონსოლიდაციისთვის, ის რესურსიც ხრება. ამიტომ მართლმსვანის კულტურა ვერ მიიღებს, ვერანაირად ვერ დაუშვებს იმას, რომ ქართველს თავის წარმომადგენელს შეიძლება ასეთი რამე დაემართოს. ეს თუ დაუშვა დამთავრდა, იქ მაშინ უკვე ყველა უნდა გავიქცეთ საცალკე. აი ამიტომ ვერ დაუშვებს. ესე ერთადერთი გამონაკლისია, რომელსაც თავის ნიშნად რომელსაც ვერ მიიღებს, აი თვალობის კომპონენტად ამერიკული ჯგუფით ყალიბდება, ამერიკული ბირთვით, ახლა დღეს ჩვენი ისა. იქაც ეს სქესობრივი იქნება გამორიცხული. ეს იქნება მოაჭერი ეს და დანარჩენი ამერიკელობა მოიტანს. ასე იქნება. იმიტომ რომ სოციალური თვითორგანიზება აი ეს მინიმალური რუსმა ხარშულზე ემსადა. რუსების თავარი თვისება კონსოლიდაციის უნარ. და ერთი სქესის ინდივიდები იოლად ერთიანდებიან. რადგან მსგავსება. თავარი პრობლემა იყო. ახლა თუ ჰომოსექსუალურობა დაუშვა რუსმა მაშინ აი ორი ადამიანი რო ცდილობს ვიღაცა შენთან დაახლოებას, გაერთიანება, შენ ვერ მიხვდები რა მოტივით არის ეს საერთო მიზნის გამო, თუ ჰომოსექსუალური ინტერესის გამო. და მორჩა უკვე შენ იმედი არ გექნება რომ ის იმაში გამოყვება. იგი ეს კონსოლიდაციის ხარისხს აი რაც ამერისთვის სიკვდილია. მორჩა რუსია ამიტომ ვერ მიიღებს. ჰომოსექსუალიაში ვიდრე ვერ მიიღებს შენ არნაგობა როგა. ეს არნაგობა შენ გავალებს რაღაცას. იგი ის შენი არქიტექტურა, შენი კონსტიტუცია, შენი მოვალეობებთან კავშირში. იგი ნებისმიერი ნაწილი შენი რაღაცას გავალდებულებს. როგორ არის ასეთი სასქესო ორგანო ის გამოიყენა წესის მიხედვით. თუ არა მოიჭერდა რა. აი ეს ამიტომ ვერ მიიღებს ჰომოსექსუალობა. ანუ მისაღებია მათთვის ჰომოსექსუალისტვის და იქაც შეიძლება საწინააღმდეგო პოზიციას ასეულოს. მაგრამ ახლა არის ძალიან ისე იმიტომ არის რომ აი ეს რადგან სამივე ტიპის კულტურისთვის მიუღებელია, ეს გახდა ლაკმუსი, უნივერსალური ლაკმუსი ტრანსფორმაციაში მიღწეული წარმატების შეფასებას. აღიარა სხვა პარამეტრების ძება. ჩაუშვი ეს ლაკმუსი სოციუმში და მიხვდები ლიბერალიზაცია რა დონეზეა. ამიტომ გახდა მნიშვნელოვანი, ეს ერთი ფრონტი ებრძვის სამივეს. გასაგებია?
ეს სიტუაცია მოიტანა, ეს არის სიტუაცია. ცხრომისმანის წერში რა პრობლემა? რა რესურსია? იქ არაფერ პრობლემას არ აქვს. უბრალოდ რა შეესაბამება. თუ ორი სქესობრივი საწყისი სქესები დამოუკიდებელ საწყისებად მივიღებთ, დედრობითი, მავრობითი ცალკე, ეს ონტოლოგიური დონეზე. მაშინ ყველა საწყისი ყველა ფენომენში მონაწილეობს და მამაკაცის და დედაკაცის ეს ორივე და რადგან ნაწილია პირველად, ხო? ადამიანი კი არ არის ამ პოტენციების მმართველი. პირიქით, ეს პოტენციები იყენებენ ადამიანის თვითრეალიზაციისთვის. ამიტომ რა შემადგენლობის ჯგუფიც იქნება, იმ ჯგუფში მოხდება სქესობის გამოვლენა. ამის სამალი რა არის? ამის სამალი ის არის, სქესი გამოაცხადო ერთ საწყისად. ხოლო დედრი და მამრი უკვე მეორე იერარქიული დონე, ეს არ არის ონტოლოგიური დონე კი არა, ეს ფენომენური დონე გამოაცხადო და უკვე სხვა საწყისებთან დაკავშირებულ ფენომენად მიიღო. ეს უკვე მეორე ცხრომისმანის შემთხვევაში. ესე იგი, თუ სქესი ერთს გამოაცხადა, ერთი სქესის არსებობას, რომელიც სხვა საწყისებთან სინაზე, კეთილშობილობა, აგერ სიმტკიცე, რაღაცა გაერთიანდა და მოუწა მამრი და მდედრი. ან მაშინ ამას არ მოეთხოვება ჰომოსექსუალური ქცევა, ორივე საწყისის გამოვლენა. მიხდი? ეს უკვე დიფერენცირებულია და აქედან ამ პოზიციიდან შეიძლება ალემდელოდი მოპირისპირდება საფრანგეთში. ეს არკვარა, ის კორსიკელი ყოფილა და მე ვფიქრობდი, რომ არტიშმანის იდეა. შეიძლება არ იყოს, უბრალოდ რადგან იქაც არსებობს ეს პოტენცია იდეურ დონეზე, რომ შეუპირისპირდება. ამიტომ შეიძლება უბრალოდ ამ მეორე პოზიციის რეალიზაცია იყოს ეს. მაგრამ ვაჟა-ფშავა და რომ მოწონს, აი ეს დაფიქრებინებს, რომ მაინც კორსიკელი. ეს სულია რო ისე. კორსიკელი ამის გამო, ვაჟა-ფშავის ხალხი. ეს სპორტაშოვის რამდენად რეალურია დღემდე ვერ გამიკვირია, რომ მოსწონს ვაჟა-ფშავა. მოწონს ასე უთქვია, რომ ისე ქართველი პოეტია, უცნობი პოეტია და გადამატანიაო, შეგვიძლია ხალხი გაიქცა კაც. მეგობართან ახალ როგორ განებიგრებული იყო კალების იმით და ხალხმა მიატოვა. თან მეგობართან ეს და ვაჟა